როდესაც საბჭოთა კავშირის შესახებ საუბრობთ, რჩება განცდა, რომ ეს გრანდიოზული სისტემა ისევ ჩვენს გვერდითაა, რაღაც ფორმით. ეს შეგრძნება განსაკუთრებით ალბათ უფრო მილენიანერთა თაობას გვაქვს, რადგან ჩვენ ვართ გარდამავალი თაობა საბჭოთა პერიოდის ხალხსა და თავისუფალ სამყაროში დაბადებულთა შორის. ამიტომ გასაგებია, რომ ჩვენზე მაინც მოხვდა რაღაც დოზით ეს საბჭოური მენტალიტეტისა და ცნობიერების გავლენები, რომელიც ისევ აქ არის და დიდი ბრძოლები გვჭირდება დღესაც მისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად. თუმცა რუსული ჰიბრიდული მანქანა თავისი პოლიტიკური სასაცებით და ქართული პოლიტიკური ელიტის მკაფიო რუსეთუმეობით ისევ შემტევ პროცესშია. ამაზე კიდევ უფრო გასაგებად სხვა დროს. სხვა ეპიზოდში ვისაუბრებ, როგორ მუშაობს ახალი ჰიბრიდული მანქანა ჩვენს ცნობიერებაზე. ახლა კი რამდენიმე საკითხით განვიხილავ საბჭოთა საიდუმლოებებსა და საბჭოურ ტყუილებს, რაც შესაძლოა ზოგისთვის ირეალისტური მითების დამსხვრების მტკივნეული მომენტი აღმოჩნდეს. საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციაში, პროპაგანდა ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღი იყო. დღეს მას რუსეთი მრავალი მიმართულებით იყენებს, მათ შორისაა ისტორიის საკუთარ თავზე მორგების და მასების კონტროლის მცდელობა. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებ მეორე მსოფლიო ომზე, მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ მოვლენაზე და ვიტყვის სიმართლეს ყველაზე ცნობილ საბჭოთა ტყუილებზე. საბჭოთა კავშირი 1939-45 წლებში მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ რუსეთი ცდილობს მისი როლი განადიდოს და ისტორია გადაწეროს ისე, თითქოს წითელი რეჟიმი არათუ ერთ-ერთი, არამედ ერთადერთია, ვისი დამსახურებაც არის ნაცისტური გერმანიის დამარცხება. რუსული პროპაგანდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებით ცდილობს ომის დანაშაულების დაფარვას და სხვა ქვეყნების როლის დაკნინებას. ამიტომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 77 წლის შემდეგ საჭიროა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა იყო სიმართლე. საბჭოთა კავშირისა და გერმანიის თანამშრომლობა. ძალიან ცდილობენ ეს დაგვაჯერონ, მაგრამ გერმანია ყოველთვის საბჭოთა კავშირის მტერი არ იყო. რეალურად, მიუხედავად იდეოლოგიური მტრობისა, ჰიტლერსა და სტალინს გარკვეული პერიოდი საერთო ინტერესებიც ჰქონდათ. რის საფუძველზეც 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის გაფორმდა თავდაუსხმელობის, ანუ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. თავის მხრივ ეს შეთანხმება გარკვეულწილად მეორე მსოფლიო ომის წინაპირობა იყო, რადგან ამ დოკუმენტით საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია ევროპაში გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, თუმცა შეთანხმების ეს ნაწილი საიდუმლო იყო. რუსული პროპაგანდა მალავს 1939-41 წლებში გერმანიასთან დადებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ხელშეკრულებებს, რითიც საბოლოოდ მტკიცდება, რომ ამ 2 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი გერმანიის არამეომარი მოკავშირე იყო. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საბჭოთა კავშირი არასდროს ყოფილა გერმანიის მოკავშირე. ეს კი დადასტურებული დოკუმენტების საპირისპიროდ, რომლის მიხედვითაც 1940 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა სასაზღვრო და კომერციული ხელშეკრულება, რომელიც მომდევნო წელსაც განახლდა. ოცდაურთვიანი ალიანსის პერიოდში საბჭოთა პრესა ნაცისტების პოლიტიკას არ აკრიტიკებდა. მხარეებმა მჭიდრო ეკონომიკური კავშირები დაამყარეს. 1939 წლის აგვისტოდან 1941 წლის ივნისამდე გერმანია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან ნავთობ პროდუქტებს, ასევე საბრძოლო წარმოებისათვის საჭირო და სხვა მასალებს ყიდულობდა. სანაცვლოდ გერმანია საბჭოთა კავშირს შეიარაღებასა და ინდუსტრიულ მასალებს, მათ შორის საბრძოლო გემებსაც აწვდიდა. ასევე მისცა 200 მილიონი რაიხსმარკის მოცულობის სესხი. ამის გარდა პაქტის შემდეგ NKVD, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და გერმანული გესტაპოც თანამშრომლობდნენ. საბჭოთა მხარემ გერმანელი და ავსტრიელი ანტიფაშისტური მოძრაობის წევრები გესტაპოს გადასცა.
1929 წელს დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის სახელით ცნობილი პაქტით კი მხარეებმა თავდაუსხმელობისა და ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გარდა მასთან არსებული საიდუმლო ოქმით აღმოსავლეთ ევროპა გაინაწილეს. საიდუმლო დამატებითი პროტოკოლი. პირველი ბალტიის და ფინეთის ტერიტორიულ-პოლიტიკური რეორგანიზაციის შემთხვევაში ლიეტუვის ჩრდილოეთ საზღვარი იქნება გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფეროს საზღვარი. შესაბამისად, ლიეტუვა რჩება გერმანიას, ხოლო ლატვია და ესტონეთი კი საბჭოთა კავშირს. მეორე პოლონეთის ტერიტორიულ-პოლიტიკური რეორგანიზაციის შემთხვევაში საზღვარი გერმანულ და საბჭოთა ინტერესთა სფეროებს შორის გადიოდა მდინარეებზე პისა, ნარევი, ვისტულა და სანი. მესამე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით საბჭოთა მხარე ხაზგასმით მიუთითებს მის ინტერესს ბესარაბიაში, დღევანდელი მოლდოვა. გერმანული მხარე არ აცხადებს დაინტერესებას ამ ტერიტორიის მიმართ. მეოთხე, საიდუმლო პროტოკოლი კაცრად იქნება დაცული ორივე მხარის მიერ. რუსული მედია და ოფიციალური მოსკოვი ასევე ცდილობენ უარყონ ბრესტ-ლიტოვსკში გამართული საბჭოთა და ნაცისტური არმიების ერთობლივი აღლუმი, რაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო პროტოკოლის მიხედვით, როგორც ირკვევა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული საზღვარი, რომელიც პოლონეთზე გადიოდა. აღნიშნულ საზღვარს გერმანელებმა და საბჭოელებმა სამხედრო რესურსების კონცენტრირებითა და ორი ფრონტის გახსნით ოქტომბრის დამდეგისათვის მიაღწიეს. პრორუსული მედიები უარყოფენ ფაქტს, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. სწორედ 23 აგვისტოს შეთანხმებული პაქტით მიიღო ჰიტლერმა სტალინისგან თავდაუსხმელობის გარანტია. მიეცა რა ევროპაში მოქმედებების საშუალება და შეიჭრა პოლონეთში. ამ ფაქტის უგულებელყოფით პროპაგანდისტული მედიები უარყოფენ საბჭოთა მხარისა და ნაცისტური გერმანიის მოკავშირეობასაც და ამტკიცებენ, რომ საბჭოეთისათვის ომი 1941 წელს დაიწყო. თუმცა ისტორიულად დადასტურებულია, რომ საბჭოთა მხარე, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როცა ცეცხლი გაუხსნა პოლონურ მხარეს. პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილების დაკავების შემდეგ საბჭოთა მხარე შეუდგა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით შეთანხმებული ტერიტორიების დაკავებასაც. კერძოდ, იმავე სამხედრო კამპანიას მიეკუთვნება ბალტიის რესპუბლიკებისა და ბესარაბიის დღევანდელი მოლდოვას დაკავება და ომი ფინეთთან. შესაბამისად, საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში 1939 წელს ჩაება, ხოლო 1941 წელს გერმანიის თავდასხმის შემდეგ მან ბანაკი შეიცვალა. საბჭოთა მხარე საიდუმლო პროტოკოლის არსებობას 1980-იან წლებამდე ასაიდუმლოებდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ საბჭოთა კავშირს თავის გავლენის სფეროდ ესტონეთი და ლატვია ერგო. თუმცა საბოლოო მოლაპარაკებების შედეგად ლიეტუვაც საბჭოელებს დარჩათ. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემოერთების გეგმა სტალინმა სამივე რესპუბლიკის ლიდერების მოსკოვში დაბარებითა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების ძალდატანებითი გაფორმებით დაიწყო. აღნიშნული ხელშეკრულებები მოსკოვმა ინტერვენციის საბაბად და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის გამოიყენა, რითაც დაარღვია ბალტიის ქვეყნების ნეიტრალიტეტი. მალევე სამივე ქვეყანაში მოსკოვისათვის მისაღები მარიონეტული რეჟიმები დამყარდა. დაიწყო გასაბჭოება, რის შემდეგაც ისინი საბჭოთა კავშირმა შეიერთა. საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირსა და გერმანიის თანამშრომლობის რამდენიმე წლიან პერიოდში საბჭოური პრესა ნაცისტურ პოლიტიკას არ აკრიტიკებდა. კინოში ანტიფაშისტურ ფილმებს არ აჩვენებდნენ. თეატრში კი ანტინაცისტური შინაარსის წარმოდგენებს არ მართავდნენ. გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ხალხების სისხლით შედუღებული მეგობრობა იქნება ხანგრძლივი და მტკიცე. ასეთი იყო იოსებ სტალინის საშობაო მილოცვა 1939 წელს ადოლფ ჰიტლერისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი. რამდენიმე წლიანი მოკავშირეობის შემდეგ სისხლით შედუღებული მეგობარი ბრჭყალებში გერმანია 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. მოკავშირეს საბჭოთა კავშირმაც გაუხსნა ცეცხლი, რაც წითელი არმიის მიერ
ბერლინის აღებითა და გერმანიის კაპიტულაციით დასრულდა. რომ არა ლენდ-ლიზი, საბჭოთა კავშირი ვერ აწარმოებდა საკმარის იარაღს. რატომღაც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები და მათი მხარდამჭერები თითქმის არასდროს ახსენებენ ლენდ-ლიზის პროგრამის როლს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ესაუბრისას. ან ამბობენ, რომ ამას გადამწყვეტი როლი არ ჰქონია გამარჯვებაში. რას ნიშნავდა ეს პროგრამა? ლენდ-ლიზი 1941 წლის მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს ამარაგებდა საბრძოლო მასალით. სწორედ ლენდ-ლიზის პროგრამით ამერიკისგან საბჭოთა კავშირმა 11.3 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. მათ მიერ მიცემული ლოკომოტივები 2.4 ჯერ, ვაგონები კი 10.2 ჯერ მეტი იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირს შეეძლო ეწარმოებინა. ამასთან, შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი საკვების რაოდენობით 10 მილიონიანი არმიის გამოყვება იყო შესაძლებელი 1688 დღის განმავლობაში. რეალურად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მაშინდელი ლიდერი ლენდ-ლიზის პროგრამის როლს ხედავდა და აღნიშნავდა კიდეც მის მნიშვნელობას. მინდა ვისაუბრო თუ რა გააკეთეს საბჭოთა კავშირის თვალსაზრისით პრეზიდენტმა რუზველტმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამარჯვებისთვის. მთავარი ამ ომში მანქანები. შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თვეში 8-დან 10,000-მდე თვითმფრინავის წარმოება. ინგლისი თვეში 3,000 თვითმფრინავს აწარმოებს, ძირითადად მძიმე ბომბდამშენებს. ამიტომ შეერთებული შტატები მანქანების ქვეყანაა. ლენდ-ლიზით მოწოდებული ეს მანქანები გვეხმარება ომის მოგებაში, განაცხადა სტალინმა 1943 წელს. წითელმა არმიამ ომის დანაშაულები ჩაიდინა. იმის მიუხედავად, რომ რუსეთი მუდმივად უარყოფს იმ ძალადობრივი ქმედებების სერიას, რაც საბჭოთა სამხედროებამ მოაწყვეს გერმანიაში. ამას წყაროები ადასტურებენ. საბჭოთა ფიზიკოსის ანდრეი სახაროვის ახლო მეგობარი ნატალია გესე, რომელიც აკვირდებოდა წითელი არმიის მოქმედებებს 1945 წელს, როგორც საბჭოთა კორესპონდენტი, ამბობდა, რომ რუსი ჯარისკაცები 8-დან 80 წლამდე ყველა გერმანელ ქალს აუპატიურებდნენ. მასობრივი ხოცვა ჟლეტის მაგალითი იყო კატინის ტყის ტრაგიკული ისტორია, როდესაც წითელი არმია 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთში შევიდა. იქ პოლონელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ 1940 წელს წითელი არმიის ჯარისკაცებმა დაკავებული პოლონელები ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანეს და კატინის ტყეში დახვრიტეს. საბჭოთა ჯარისკაცებმა 20,000-ზე მეტი პოლონელი დახოცეს. შემდეგ კი ეს გერმანელებს დააბრალეს. 1941 წლის ივნისში NKVD-მ, ანუ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 34,000 ადამიანი ლიეტუვიდან, 15,000 ლატვიიდან, მათ შორის 2,400 ბავშვი და 10,000 ესტონეთიდან დააპატიმრა ან გადაასახლა. 1940-50 წლებში საბჭოთა სხვადასხვა სახის რეპრესიების მსხვერპლთა სრული რაოდენობა შემდეგი იყო: ლატვიაში 34,000, ესტონეთში 60,000, ხოლო ლიეტუვაში 75,000 ადამიანი. საბჭოთა რეპრესიები, რომ საქართველოსაც შეეხო, ამაზე უამრავი მასალა არსებობს და კოდის სხვა ეპიზოდში ვისაუბრებ უფრო დეტალურად. 1944 წელს ესტონეთის ხელახალი ოკუპაციისთანავე საბჭოთა ძალებმა დაიწყეს იმ ადამიანების დევნა, ვინც გერმანულ, ფინურ ჯარში მსახურობდნენ. ერთ წელზე ნაკლებ დროში მათ 10,000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 1944-45 წლებში წითელმა არმიამ დაახლოებით 2,2 მილიონი გერმანელი მოკლა. გააუპატიურეს 2 მილიონზე მეტი გერმანელი ქალი, რასაც 254,000 მათგანის სიკვდილი მოჰყვა. ბევრმა მათგანმა ამის შემდეგ თავი მოიკლა, ზოგიერთი კი ვენერიულმა დაავადებამ იმსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომი 9 მაისს დასრულდა. 8 და 9 მაისზე დავას სწორედ იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ ნაციზმზე გამარჯვებაში მთავარი როლი საბჭოთა კავშირს ეკუთვნის. რეალურად ისტორიული ქრონოლოგია იყო შემდეგი. პირველად გერმანიის მხრიდან კაპიტულაციას ხელი მოეწერა 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთში, ქალაქ რეიმსში. თუმცა იოსებ სტალინს სურდა, რომ დამარცხების დეკლარირება ბერლინში მომხდარიყო. მეორე დღეს 8 მაისს გვიან ღამით
გერმანიამ გამოაცხადა კაპიტულაცია. საბრძოლო მოქმედებები კი შეწყდა 23 საათსა და პირველ წუთზე. ამ დროს საბჭოთა კავშირში 9 მაისი თენდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სასაათო სარტყლით გამოწვეული გაუგებრობის გადაჭრა მარტივადაც შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის მიზანი ეს არ ყოფილა. მათ ამ თარიღის დამკვიდრებითაც სწორედ საკუთარი თავის, როგორც ნაციზმზე გამარჯვების მთავარი როლის შემსრულების წარმოჩინება სურდათ, რასაც აგრძელებს საბჭოთა კავშირის პირდაპირი მემკვიდრე რუსეთი. მოსკოვში ყოველ წელს 9 მაისს უკვდავი პოლკის მსვლელობა იმართება, რომელშიც ვლადიმერ პუტინის მონაწილეობს. ის ამბობს, თითქოს პოლკი ისტორიული სიმართლის დაცვას ემსახურება, რომელმაც საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს. დღეს ნაციზმზე გამარჯვება 9 მაისს მხოლოდ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღინიშნება, მათ შორის საქართველოში. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ საქართველომ ეს დღე 8 მაისს აღნიშნოს, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილმა, ჯერჯერობით პროცესი არ დაძრულა. გერმანიის კაპიტულაციის პირველ აქტს ხელი 7 მაისს მოეწერა დუაიტ ეიზენჰაუერის თანდასწრებით. მაშინ საბჭოთა კავშირის მხრიდან დოკუმენტს ხელი გენერალმა სუსლოპაროვმა მოაწერა, ისე რომ საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ხელმოწერის ავტორიზაციის პასუხი დროულად არ მიუღია. სტალინმა სუსლოპაროვს ინსტრუქცია მოგვიანებით გაუგზავნა, რომელშიც კაპიტულაციის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარს ამბობდა. როდესაც სტალინმა გაიგო, რომ დოკუმენტი უკვე ძალაში იყო შესული, გერმანიასთან კაპიტულაციის ცალკეული დოკუმენტი მოამზადა. მეორე აქტის ხელმოწერა უკვე ბერლინში 9 მაისს ჩატარდა. თუმცა რადგანაც ეს დოკუმენტიც პირველი დოკუმენტის იდენტური იყო და უკვე აღიარებული იყო შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღი 7 მაისია. 9 მაისი საბჭოთა კავშირისთვის დიდ სამამულო ომში გამარჯვების სიმბოლო გახდა. სინამდვილეში, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა რეპრესიებს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საარქივო მასალების გასაჯაროებამდე ზოგიერთი ისტორიკოსი თვლიდა, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირის რეპრესიებში დაღუპულთა რიცხვი 20 მილიონი ადამიანი ან მეტი იყო. თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა არქივებიდან გასაჯაროებული იქნა დოკუმენტირებული მტკიცებულებები და მკვლევარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი შესწავლის უფლება და საშუალება მიეცათ. ეს დოკუმენტები შეიცავს ოფიციალურ ჩანაწერებს 799,455 სიკვდილით დასჯის შესახებ 1921-1953 წლებში. თანაც აქ გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირი შეიქმნა მხოლოდ 1922 წლიდან, ხოლო იოსებ სტალინი ხელისუფლების სათავეში 1924 წლიდან მოვიდა და საბჭოთა კავშირი მართა 1953 წლამდე. მის გარდაცვალებამდე სულ 29-30 წლის განმავლობაში. ამ 799,455 სიკვდილით დასჯიდან მხოლოდ ნაწილი მოდის სტალინის მმართველობის პერიოდზე, ხოლო ასევე დიდი წილი ლენინის პერიოდისაა. გულაგებში დაახლოებით 1,700,000 ადამიანი დაიღუპა ცხოვრების ცუდი პირობების გამო და არა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. დაახლოებით 390,000 ადამიანი დაიღუპა დეკულაგიზაციის იძულებითი გადასახლების დროს. ამგვარად სტალინის საბჭოთა რეჟიმის პერიოდში დაფიქსირდა სულ ჯამში დაახლოებით 3,3 მილიონი მსხვერპლი. ისტორიკოს სტივენ უიტკროფტის კვლევის მიხედვით, ამ გარდაცვალებებიდან დაახლოებით მილიონი იყო მიზანმიმართული, სპეციალურად განზრახულად მოკლუნი, ხოლო დანარჩენი მსხვერპლი გამოწვეული იყო უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის გამო. საბოლოო ჯამში ეს წყაროც ვერ იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტების მღაღადებელი გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით. ის რა თქმა უნდა, სავარაუდოდ გაცილებით მეტი იქნება. ახლა მოდი ცოტათი ფანტაზიის სფეროშიც გადავიჭრათ და ერთ საიდუმლო ექსპერიმენტზე მოგვიყვებით. სტალინის საიდუმლო ექსპერიმენტი, როგორც ცდილობდა ექიმი ადამიანისა და მაიმუნისგან საბჭოთა სუპერგმირის ერთგვარი ჰიბრიდის შექმნას. იყო დრო, როცა უღმერთო საბჭოთა მეცნიერებს დიდი იმედი ჰქონდათ, რაღაც ზეადამიანური არსება შეექმნათ და ამ მიზნით სახიფათო და მცდარ ექსპერიმენტულ კვლევებს ატარებდნენ. მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ მიზანს ვერ მიაღწევდნენ და კვლევები შეწყვიტეს.
ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი იყო პროფესორი ილია ივანოვი, რომლის იდეები 90 წლის შემდეგ ისევ გაცოცხლდა. ნათქვამია ამერიკული გამოცემის Big Think-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით ექსტრემალური ექსპერიმენტი, როგორც ცდილობდა საბჭოთა ექიმი სუპერგმირის შექმნას ადამიანისა და მაიმუნისგან. ამ სტატიის ავტორი ჯონი თომსონია. თუ გაქვთ ნანახი ისეთი ფანტასტიკური და საშინელებათა ფილმები, რომლებშიც ადამიანისა და ცხოველების ჰიბრიდები მონაწილეობენ, ბევრს ალბათ მართლაც შიშისგან აგაკანკალებდათ. თვით აზრი ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების თაობაზე ნორმალურ ადამიანს შიშს გვრის. ვიცით, რომ უძველეს ბერძნულ და ინდუისტურ გადმოცემებში და მითებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, მრავალი მსგავსი ქიმერაა აღწერილი. ანუ ადამიანები ცხოველების სახით, მინოტავრები, ქალთევზები, ჰერპები, ვენდიგოები და ასე შემდეგ. ინდუისტური და ძველეგვიპტური პანთეონები სავსეა ქიმერული ღვთაებებით. ხომ მოგისმენიათ საშინელი ისტორიები, რომლებსაც ზოგიერთები ღამით, კოცონის წინ სხდომნი ყვებიან. ზოგჯერ შეიძლება გაიცინო კიდეც, რომ ეს ყველაფერი დაუჯერებელია და სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა და რა სიტყოდით, რომ ფაქტებზე დაყრდნობით დავამტკიცოთ, მსგავსი ქიმერების შექმნის მცდელობა გამოგონილი არ არის. იქნებ მართლაც შეიძლება ურჩხულის გაჩენა. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდა საბჭოთა მეცნიერი ილია ივანოვი. მართალია, დღეს უკვე უარყოფილია ის აზრი, რომ 1920-იან წლებში იოსებ სტალინი გატაცებული იყო წითელი არმია არაადამიანური ძალის მქონე მეომრებით, ნახევრად ადამიანებით და ნახევრად მაიმუნებით შეეპსო. იმასაც ყვებოდნენ, რომ ბელაც თითქოს და სურდა მისი ნახევრად ადამიან მაიმუნების არმია, ისე როგორც ფილმ მაიმუნების პლანეტაშია. წითელ არმიელის ფორმაში გამოწყობილი ევროპისკენ გაეშვა მსოფლიო რევოლუციის მოსახდენად. მაგრამ ვიმეორებთ, სინამდვილეში იგი ამის შესახებ არ ფიქრობდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს. დღეს ჩვენ ამ საკითხზე მხოლოდ ცალკეულ ინფორმაციას ვფლობთ. იმ კვლევების წყალობით, რომლებიც რუსეთის არქივებში მუშაობდნენ. იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში მართლაც ტარდებოდა პირველი ექსპერიმენტები ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნის მიზნით. საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ 10 წლეულებში იმ ქაოსურ ეპოქაში, როცა ფული არასაკმარისი იყო, მეცნიერი მკვლევრებს ხშირად ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათ საზღვარგარეთ წასვლის ნებას იშვიათად აძლევდნენ. ამიტომაც უცხოეთში სამუშაოდ გაშვება და რომელიმე სამეცნიერო კვლევის დაფინანსების მიღება ძალზე პრობლემატური იყო და ამ დროს სცენაზე გამოდის ილია ივანოვი. იგი გარკვეულ პერიოდში ბიოლოგიას პარიზში ეუფლებოდა. მისმა გამოკვლევებმა ხელოვნური განაყოფიერების დარგში საბჭოთა სოფლის მეურნეობას დიდი სარგებლობა მოუტანა. სწორედ მან გამოიყვანა დიდი დატვირთვის ამტანი ცხენების სახეობა, მაგრამ ეს შედარებით გვიან ხდება. 1910 წლიდან ილია ივანოვი ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის იდეამ შეიპყრო. მისი მტკიცებით, ჰიბრიდი უკვე ძლიერი არსება იქნება, უფრო ჭკვიანი და სნეულების მიმართ ამტანი, ვიდრე ცალკე აღებული ადამიანი და ან მაიმუნი. როგორ შევქმნათ ჰუმანზე? ილია ივანოვის გეგმა მარტივი იყო. ჩასულიყო საფრანგეთის გვინეაში. რამდენიმე შიმპანზე ადამიანებთან ყველაზე ახლოს მდგომი მაიმუნის სახეობა დაეჭირა. ადგილობრივი ქალებისათვის ფული გადაეხადა, რომ ისინი ექსპერიმენტზე დათანხმებულიყვნენ, მაგრამ მოულოდნელად დიდი პრობლემა გაჩნდა. ივანოვმა არ გაითვალისწინა იმ დროს არსებული დასავლეთ აფრიკული ფოლკლორული ისტორიები, რომელთა მიხედვით მაიმუნები ქალებს იჭერდნენ, დღეში მიჰყავდათ და მათზე ძალადობდნენ. ადგილობრივ ტომებში ამგვარ ქალებს განდევნილებს უწოდებდნენ. ამიტომაც იქ, სადაც ადამიანის სიკვდილის სიცოცხლის საკითხებს ტომი წყვეტს, არც ერთი ქალი არ დათანხმდებოდა მაიმუნთან სქესობრივ ურთიერთობას, თუნდაც დიდი ფულის შეთავაზებით. ბევრი იფიქრა, თუ ცოტა ილია ივანოვმა ახალი გეგმა შეიმუშავა. ეთხოვა თავისი გუნდის მამაკაცებისათვის, რომ ისინი სპერმის დონორები ყოფილიყვნენ. შემდეგ კი მოხდებოდა დედალი შიმპანზეების განაყოფიერება. რა საკვირველია თუ მათ დაიჭერდნენ. რამდენიმე თვე ისე გავიდა, რომ არც ერთი დედალი შიმპანზე არ დაორსულებულა. ივანოვი სასოწარკვეთილი იყო. ერთი, რომ მისი იდეა კრახს განიცდიდა და მეორე, უფრო უარესი, როგორ უნდა გაემართლებინა იმ დროისათვის დიდი ფულის დახარჯვა. მას ხომ წინ პატიმრობა ელოდა. ამიტომ მან ტაქტიკა შეცვალა. შეეცადა გინეკოლოგიური შემოწმების დროს ქალები მათი ნების წინააღმდეგ განეყოფიერებინა შიმპანზეების სპერმით.
ადგილობრივი ტომების საბედნიეროდ საფრანგეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ საბჭოელი მეცნიერის განზრახვები გაიგო და ილია ივანოვს გვინეიდან სამშობლოში გამგზავრება მოსთხოვა. ილია ივანოვი უკვე საშიშ ადამიანად იქცა, რადგან მისი ექსპერიმენტები ქიმერული არსებების შექმნის მიზნით უცხოეთშიც და საბჭოთა კავშირშიც მწვავე კრიტიკისა და დაცემის ობიექტად იქცა. შედეგმაც არ დააყუნა. 1930 წელს საბჭოთა სამეცნიერო საზოგადოებაში მტრების გამოვლენის მიზნით ჩატარებული წმენდის თანახმად იგი დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. და ამ ეპიზოდისათვის ბოლო ამბავი საიდუმლო. რადიოსადგური ნომერი 5 ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 1954 წლიდან არსებობდა და მისი გადამცემის სიმძლავრე მთელ საქართველოს ფარავდა. ამის გარდა საბჭოთა პერიოდში მის ბაზაზე ფუნქციონირებდა საიდუმლო ლაბორატორია, რომლის თანამშრომლები უცხოეთის რადიოებიდან შემომავალ ხმას ახშობდნენ, რაც ოფიციალურად შეწყდა მხოლოდ 1987 წლის 23 მაისს. დუშეთის მუნიციპალიტეტში ბაზალეთთან ახლოს არის დასახლება, საიდანაც საბჭოთა კავშირის დროს დასავლეთის მედია საშუალებების რადიოსადგურების ხმას ახშობდნენ. საქართველოში იდუმალებით მოსული დასახლება იმისათვის შეიქმნა, რომ იქ კომუნიკაციის სპეციალისტები და რადიო ინჟინერები ჩაესახლებინათ. 1950-იან წლებში აქ მთელი საბჭოთა კავშირიდან 100-მდე ადამიანი ჩუმად ჩამოასახლეს ერთადერთი მიზეზით. 100-მდე სპეციალისტის მთავარი ფუნქცია შემდეგი იყო: ჩაეხშოთ რადიოსიგნალები და ქართულ აუდიტორიას არ მოესმინა, რაც გადმოსცემდა BBC, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, ისრაელის ხმა, Deutsche Welle, ვატიკანის რადიო და ასევე ის სოციალისტური გამოცემები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკულები იყვნენ, ალბანეთისა და ჩინეთის რადიოები. (1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის მესვეურებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში არავის ჰქონოდა დასავლურ მედიაზე წვდომა. რადიოსადგური ნომერი 5 ასე ერქვა მაშინ საიდუმლო დასახლებას, სადაც შეღწევას ვერავინ შეძლებდა, რადგან მას დაცვა აკონტროლებდა და სპეციალური საშვების გარეშე დასახლებაში ვერავინ მოხვდებოდა. აქ მცხოვრები სპეციალისტები უცხოურ რადიოსიგნალებს, ეგრეთ წოდებული შიშხინის ხმით ახშობდნენ. მოგვიანებით კი რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა დასავლურ სიხშირეებზე საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული გამოშვებების ტრანსლაცია განეხორციელებინა. დღეს დასახლებაში ჯერ კიდევ ცხოვრობენ საბჭოთა კავშირის დროს ჩასახლებული რადიო ინჟინერები, რომელთაც იქვე საიდუმლო დასახლებაში შექმნეს ოჯახები. მათ სამსახური მას შემდეგ დაკარგეს, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დასავლურ მედიაზე შეზღუდვები მოიხსნა. უცხოური რადიომაუწყებლების დახშობა 1988 წელს დასრულდა. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 3 წელიწადში საქართველოს რადიოსადგური ნომერი 5 მუშაობას აგრძელებდა, მხოლოდ როგორც რადიოტალღების გამავრცელებელი დაწესებულება. შემდეგ რადიოსადგურის შენობა თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრად გადაკეთდა. კომუნისტების დროს სინამდვილეში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ტყუილი კანონით ჰქონდათ გარანტირებული და ამიტომ არ განიცდიდნენ. ბედნიერება და ჰარმონია ხომ მოჩვენებითი იყო. მითოლოგიური ტყუილების ეპოქაში სახელმწიფო ხალხისგან დაფარულად მოქმედებდა, რათა რეჟიმი შეენარჩუნებინა და ყველაფერი განსხვავებული და საწინააღმდეგო მოესპო. განსაკუთრებით აზრი. საბჭოთა ტერორი ბევრი მიმართულებით ვრცელდებოდა. ამიტომ კიდევ მრავალი წელი დაშირდება ამ საიდუმლოებებისა და ტყუილების გამჟღავნება გაშიფრვას. ამ სისხლიანი იმპერიის დანგრევიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტ ტყუილსა თუ დანაშაულის საიდუმლოს ეხდება ფარდა. არქივების ღიაობის მნიშვნელობა საბჭოთა წარსულის გადაფასებასა და პროპაგანდისტვის წინააღმდეგობის გაწევაში უნიკალური მნიშვნელობის საქმეა. კოთი კვლავ გააგრძელებს ამ თემატიკის მასალებზე მუშაობას. შენ კი მოეწონა ეს ვიდეო და გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარების ველში. და ჩემთვის ყველაზე მთავარი, გამოიწერე კოდის YouTube არხი.